მელია და ბატები. ერთხელ მელია მინდორში დაცუნცულებდა. მინდორში მსუქანი ბატები ბალახს წიწკნიდნენ. დაინახა მელიამ ბატები. გაუხარდა და უთხრა მათ: ყველას ახლავე შეგჭამთ და შეგახრამუნებთ. შეგვიბრალე მელავ, ნუ შეგვჭამ, სთხოვეს ბატებმა. არა, უპასუხა მელამ, არ შეგიბრალებთ, ყველას შეგჭამთ და შეგახრამუნებთ. რა ეკნათ ბატებს? ერთმა ბატმა უთხრა მელას: მელავ, ნება მოგვეცი, სიკვდილის წინ ერთხელ მაინც ვიმღეროთ. როცა გავათავებთ სიმღერას, მაშინ შევჭამე. ჩვენ თვითონ დავდგებით მწკრივში, რომ ამოარჩიო ყველაზე მსუქანი ბატი. კარგით, იმღერეთ, უპასუხა მელამ, მეც მოგისმენთ. დაიწყო ჯერ ერთმა ბატმა სიმღერა. მეორე ბატმა პანი მისცა. მესამემ გააგრძელა. მეოთხეს მეხუთე ახვა. მერე კი ყველა ბატმა დაიწყო ყიყინი. როცა ბატები სიმღერას გაათავებენ, მაშინ შეჭამს მათ მელაგუდა. ზღაპარიც გათავდება. მაგრამ ეს ბატები ჭკვიანები არიან. ისინი დღემდე გაიძახიან.